გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. ერთი განხილვის ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ ისევ და შემდეგ ისევ ბუნებაში გადავინაცვლებთ რა. რადგან დავიწყეთ ბუნებაში ტესტების კეთება და რაღაც ვიდეოების ჩაწერა, აღარ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ და ვესწრებით მეტნაკლებად საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ, მხოლოდ განხილვებით რომ აღარ მოგაწყინოთ თავი. ეხლა კი გადავწყვიტეთ ეს ვიდეო ჩაგვეწერა, რადგან რაღაცა საკმაოდ კარგი სიახლით დაგიბრუნდით რა. ფიქსირებული დანების ვიდეო თითქმის არ ქონია ჩვენ მაღაზიაში რაც მახსენდება, სულ ხოლმე საკეცები და შევუღრებთ 3-4 მოდელს რა ფიქსებს და ამჯერად უმეტესობა იქნება ფიქსი და რამოდენიმე საკეცი დაემთხვა უბრალოდ ეხა ჩამოვიდა სხვადასხვა მოდელი და საინტერესოებია ისინიც და ამიტომ გამოვურიეთ ამ ვიდეოში. ხო, რაც შეეხება ამ ჩვენს ახალ დანებს, ეს არის დოკედისი, ესეთი ფირმა, საკმაოდ ბიუჯეტური, რაღაც ვიდეო განხილვებს რო უყურებდით და ტესტებს, შეგვხვდა რა მე და გიოს ყურების დროს და მოკლედ მოგვეწონა საკმაოდ დაგვაინტერესა, გადავწყვიტეთ ჩამოგვეტანა და ჩამოვიტანეთ ეს დანები და ვნახოთ რა რეალობაში როგორი იქნება. ერთი შეხედვით რაც ვნახეთ, ხარისხნო დანას მეტნაკლებად ეტყობა, მით უმეტეს გვაქვს უკვე საკმაოდ გამოცდილება და შეიძლება რაღაცა დასკვნების გაკეთება დანის უბრალოდ ნახვით, ხედვით, კარქაშთან, მოკლედ პირადად დანასთან ურთიერთობის შედეგად შეგიძლია რაღაცა დასკვნები გამოიტანო და ფიქრობ რომ საკმაოდ კარგი დანები იქნება. უშუალოდ ფაქტის წინაშე დავაყენებ ძალიან მალე ამ დანებს, გავიტანთ ბუნებაში, ჩაუტარებ ტესტებს, ნახოთ ამაზე ვფიქრობ ცოტა უფრო მძიმე ტესტი და რაღაცა შედარებითი ხასიათის ცოტა განსხვავებული ვიდეო ჩავწეროთ რა. თქვენ რჩევებსაც გავითვალისწინებთ. მოდი ახლა გავიაროთ რა დანებია, ნახოთ მოდელები კონკრეტულად და შემდეგ ამათგან რომელიმე 2 ან 3 ავარჩიოთ და ისინი შევადაროთ ერთმანეთს რა. მოდი დავიწყოთ, პირველი მოდელი კლასიკი ქვია ამ მოდელს, კაიდექსის ქარქაში გვაქვს, როგორც ხედავთ, აი ესეთი კამარზე საკიდი აქვს. თვითონ დანას რაც შეეხება, ტარის მასალად გამოყენებულია მიკარტა, ესეთი ტექსტურა აქვს მიკარტაზე დატანილი და ფოლადი არის DC53. DC53 შეიძლება არ იყოს ბევრისთვის ნაცნობი, საკმაოდ, რა ვიცი, ჩემთვის პირადად ცოტა იშვიათი ფოლადია. შემხედრია, მაგრამ არც ისე ხშირად და მოვიძიე რა თქმა უნდა ინფორმაცია, DC53 არის გაუმჯობესებული D2 ფოლადი იგივე, როგორც ამერიკელებს უყვართ ამ ტერმინის ხმარება, D2 სტეროიდებზე ესე ამბობენ და პრინციპში რომ ნახევ მახასიათებლები უშუალოდ შემადგენლობა ფოლადის, მართლაც ესეა რა. სიმტკიცე ეს რაც შეეხება ნაცნობია 62-64 როკოზე, რაც საკმაოდ მაღალია. ფოლადები ძირითადად კარგი სისქეების ძალიან კარგადაა შერჩეული, აი ნახავთ რა რო გავივლით სათითაოდ უკვე უშუალოდ მოდელებზე, ნახავთ რომ ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი. ფორმა ძალიან პრაქტიკულია ხა ეს დანა, ეს კლასიკს რაც შეეხება, ხელში კარგად ზის, ეს შიპინგიც კარგად აქვს გაკეთებული, ცოტა შორის სამუშაოსთვის უშუალოდ ახლოს თქვა ცხოველის გატყავებაზე, დამუშავებაზე ვფიქრობ ძალიან კარგად იმუშავებს რა. ეს DC53 არის იაპონური კომპანია Daido Steel-ის მიერ შექმნილი ცივა დამუშავებული ინსტრუმენტული ფოლადი და რა საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს და ძალიან აქებს ხალხი და ჩვენც ვნახოთ როგორია უშუალოდ უკვე ტესტის დროს, საქმის დროს, რამის დროს და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს პირველ მოდელს, აი ესე კარგად ჯდება ქარქაში რა თქმა უნდა. შემდეგი მოდელი უკვე EDC-ია, ესეთი ყოველდღიური ფიქსი. აი ნახეთ როგორი ფორმა აქვს, ძალიან კარგი საყვარელი ფორმა, წვრილი დანაა, საკმაოდ ხელში ძალიან კომპაქტურია, კარგად ზის, სამუშაო პირი საკმაოდ ისია, ვფიქრობ, ფიქსებისთვის შეიძლება ცოტა პატარაა, მაგრამ როცა პატარა დანას ირჩევ, პლუსი ის აქვს, რომ სატარებლად მარტივია, კომპაქტურია, ჯიბეში, ჩანთაში უფრო მარტივად ითავსებ, დიდ დანას ცოტა მეტი ძალისხმევა, მეტი შრომის და მეტი გარჯა ჭირდება, ესე ვთქვა და ეს დანა ძალიან მარტივია და ამავდროულად ვფიქრობ საქმეში საკმაოდ კარგი იქნება. ხელში მაგრად ზის, ქარქაშიც რა თქმა უნდა ძალიან კარგად ხარისხიანად ჯდება. ეს ისეთი ზომა უკვე შეიძლება მოხსნათ ეს კამარზე საკიდის და ნექნაიფად გადავაკეთოთ გულსაკიდად ან ჩანთაზე ჩამოვკიდოთ ზურგ ჩანთაზე და რაღაც ესე მოვახდინოთ მისი გადატანა. ვფიქრობ ესეც საინტერესო მოდელია. დღეისთვის მესამე მოდელი კი არის მეგობრებო, აი ეს კემპინგი, ესე ქვია ამ მოდელს. აქაც კაიდექსის ქარქაში გვაქვს, პრინციპში ერთი მოდელის გარდა ყველაზე კაიდექსია და პრაქტიკულია პრინციპში კაიდექსი, უძლებს ტემპერატურას, არ ეშინია დასველების და მოკლედ ისეთი გამძლე და ამავდროულად პრაქტიკული მასალაა. ტარი აქაც გვაქვს მიკარტა, ძალიან კარგი მიკარტა, ძალიან თხელი ტექსტურა აქვს, ხელში კარგად ზის, არ სრიალებს. ფოლადი ამ შემთხვევაში იგივე გვაქვს DC53 და ძალიან პრაქტიკული ისეთი სადა რა, მართლა კლასიკური დანაა რა, კლასიკური ფორმით, სადა და პრაქტიკული და გამოსადეგი. ვფიქრობ მონადირისთვის, მეთევზისთვის, მოლაშქრისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. ხო, კიდევ სანამ შემდეგ ნანოზე გადავალ, რაც მთავარი ღირსება, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ამ დანებში, გარდა ხარისხისა და საკმაოდ კარგი მასალებისა, ფასია რა თქმა უნდა.
ფასები მერყეობს დაახლოებით ზუსტად გეტყვით 140-დან 190 ლარამდე. მაქსიმუმი 190 ლარია და ამ სეგმენტში ამ დონის ამ ხარისხის ფიქსედები ვფიქრობ ბევრი არ მოიპოვება ბუნებაში და ესე ძალიან კარგია რა. საიტზე დაიდება ჩვენ საიტზე www.blades.gr ყველა განცხადება სათითაოდ ნახავთ იქ უკვე ზომებს უშუალოდ სისქეს, სიგრძეს, სიგანეს და მასალებს და ყველაფერს და ფასებიც რა თქმა უნდა მითითებული იქნება. შემდეგი მოდელი არის მეგობრებო ტაქტიკი. აი ესეთი კრემისფერი გაიდექსის ქარქაში გვაქვს ამ შემთხვევაში. ტარი აქაც მიკარტაა და ესეთი დიზაინია, რა ძალიან ლამაზი დიზაინია, სხვათა შორის ცოტა განსხვავებული წვრილი ტარი, განიერი პირი გვაქვს, ხელში ძალიან კარგაძის. პრინციპში არც ისე წვრილია, ვიწროა, მაგრამ ცოტა ბუთქუნაა და ხელს კარგად ავსებს. და იმ ფორმიდან და ტექსტურიდან გამომდინარე არც რეალებს და პირის ფორმა კი ასევე პრაქტიკულია და გამოდგება ყველაფერში ვფიქრობ და სქელია რა დაახლოებით 5 მმ-ია ამ ფოლადის სისქე, აქაც DC53-ია და ეს უკვე ვფიქრობ ცოტა მძიმე სამუშაოებზე ამამად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ნებისმიერ სამუშაოში პრინციპში რა ქვა შეგიძლია მოანგრიო რა და მინდა რომ ცოტა მძიმე ტესტები ჩაუტარო ამ ბანებს და ნახოთ საქმეში რა სიზავენ. ხო, შემდეგ მოდელს რაც შეეხება ჰანტინგი ქვია ამ მოდელს, უფთა სანადირო დანაა კლასიკური, აქაც მიკარტა გვაქვს ესეთი დამცავი ჩოილი. ფოლადი ამ შემთხვევაში D2 გვაქვს. ხებზე მე მგონი ყველაზე DC53 იყო, აქ არის D2. სისქე 4 მმ, დაშვება ისეთი სადა, არაფერზე მეტი სხვადასხვა გრაინდები არა გვაქვს, კლასიკური. ხელში შესანიშნავად ის და გვაქვს ესეთი ძალიან კარგი ტყავის ქარქაში. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია, პრაქტიკული იქნება. ისეთია გამორჩეული მოდელი ამათში მე მგონი ყველაზე ლამაზი. შემდეგი მოდელი კი სკანდი მეგობრებო. მე პირადად ეს მოდელი მომეწონა ყველაზე. ანუ აქაც არ დაემთხე ჩემი და გიოს გემონება. სამწუხაროდ ჩემი საყვარელი მოდელია აღმოჩნდა გიოს კი ეს მოეწონა შემდეგი მაგასაც გავიდით და ავიღეთ ორიომ და გვინდა რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს რომ ეს ორი მოდელი შევადაროთ უკვე თვითონ ტესტის დროს და საქმეში და ვნახოთ რა და თქვენ თუ რომელიმე სხვის გატესტვა გენდავებათ დაგვიწერეთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეხლა რატომ მომეწონა ეს დანა? პირველ რიგში დიზაინმა მიიქცია ყურადღება, თან სადა და მარტივია, თან ძალიან ლამაზი ეს სამი ფერი რომ დომინირებს, ეთრი, შავი, ეს ყავისფერი. მიკარტა სტარია აქვს, საკმაოდ თხელია, 3 მმ-იანი ფოლადი აქვს, აქაც DC53. სკანდინავიური დაშვება აქვს რა, მაგრამ სკანდინავიური დაშვება ძირითადად ხდება ხომ ცოტა სქელ ფოლადებზე, აქ ცოტა დიდი დაშვება, თვითონ ფოლადი თხელია და ანუ ვფიქრობ, რომ რაღაც უნივერსალური დანა გამოვიდა რა, რომ გააკეთებს იმ ფუნქციას, იმის უპირატესობა ექნება, რაც ისედაც აქვს ხოლმე სკანდინავიურ დაშვებას, თქვა ხეზე ცოტა აგრესიულად და ღრმა ჭრებს გააკეთებს და ამავდროულად სხვა ყველანაირ საქმეშიც გამომადგება და ზომა, წონა, სიგრძე, ყველაფერი ძალიან კარგია რა და ვფიქრობ, რომ პრაქტიკული და გამოსადეგი იქნება ეს დანა და რა ვიცი, მე ეს ავირჩიე და გავუწევდი რეკომენდაციას, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ესე ვიზუალურად და ხარისხით და ნახოთ უკვე რას გააკეთებს და რა შეუძლია ცოტა ხანში. შემდეგი მოდელი, როგორც გითხარით, გიოს რჩეული ბოუია. ნუ ქარქაში ამ შემთხვევაში ეს უფრო მომწონს სიმართლე გითხრათ. ამ მინუსი ჩემი შეხედულებით, რაც არის ხოლმე ამ გაიდექსის ქარქაშებით, არის ეს კამარზე სამაგრი რა. ამას რომ იმაგრებ, დანა ცოტა ზევით ამოდის და ცოტა მოუხერხებელია და აქ უკვე გაუკეთეს საკიდი, რომლის მეშვეობითაც დანა უფრო ქვევით ჩადის და გვერდზე არ შეგაწუხებს. ალბათ დიდი დანა რო იყო, მაგითო გადაწყვიტეს ამ მოდელზე ეს გაეკეთებინა და ვფიქრობ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. და თვითონ ქარქაშიც რაღაც ისეთია ფორმები გამოყვანილი და რაც უფრო მაღალი დონის ძვირფასი დანის დაბეჭდილებას კითხავს მაშინვე რა და ფორმაც ზომაც პრინციპში კი მე მგონი საკმაოდ კარგი არჩევანი გააკეთა. უბრალოდ მე სკანდი როგორც ყოველთვის ხო? კარგი. ტარის მასალად გვაქვს ჯიათი მეგობრებო, ფოლადი აქაც DC53, აი ესეთი ბოუის ფორმის დანაა, კლასიკური ბოუის, ხელში კარგაძი საკმაოდ დიდი სამუშაო პირი გვაქვს. რაღაც უნივერსალური დანაა პრინციპში ესეც რა, რომ რაღაცა ცოტა ჩასაჩეხად, რომ არ კონდეს ცული და მაჩეტე, ცოტა დაახლოებით, ცოტა მსხვილ ტოტებსაც მოკლედ ვფიქრობ ჩაჩეხვით მარტივად მოიჭრი და გაუმკლავდები და გარდა ამისა ისედაც რაშიც ვიყენებ ხოლმე ფიქსირებულ დანას, ყველაფერში ძალიან კარგად გამოდგება. ეს შავი დაფარვით არის და იგივე მოდელი გვაქვს კიდევ თეთრი დაფარვითაც. მოდი ესეც ვნახოთ, ბარემ. აი ესეთი. მე შავი უფრო მომეწონა, მაგრამ თეთრიც, შავი რომ არ იყოს, თეთრიც ალგა ძალიან ლამაზია და ვფიქრობ ესეც პრაქტიკული რა თქმა უნდა იქნება და ლამაზია ესეც, ანუ აქაც თეთრი დაბოლოება აქვს ტარზე და საკმაოდ გემოვნებიანი დანა ესეც. ხელში კარგაც ის როგორც გითხარით. საკმაოდ პრაქტიკულია და ვიზუალურად და ესთეტიურად
მიმზიდველი და კარგი ფიქსებია მეგობრებო. ხო ის რაც შეეხებოდა ჩვენს დოკედისის დღეისთვის რა მოდელებიც გვაქვს, რაოდენობაში გვაქვს ეს დანები თითო არ გეგონოთ რომ გვაქვს და ესე რომ თუ დაგაინტერესებთ მოგმართეთ, არ არის პრობლემა. ხო, სანამ დარჩენილ დასაკეს დანებზე გადავალ, შეგახსენებთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. საკმაოდ, რა ვიცი, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ ისეთ საინტერესო და კარგი ვიდეოები მოგაწოდოთ რა და თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, დაგულაიქეთ. ხო, შემდეგი მოდელი მეგობრებო, არტის ანკატრესა, ეს ბიუჯეტური დანა უნდა წარმოგიდგინოთ. ტრადიციონალი, ესეთი თხელი ჯიათის ტარი აქვს, მათ მიერ შექმნილი ფოლადი არ RPM 9 აქვს ამ დანას, მექანიზმი საკისრებზეა, ფლიპერი გახსნის მექანიზმი, თხელი ედისია, რა ბიუჯეტური იქნება ეს ანოს ვფიქრობ. და ზუსტად არ ვიცი ხა ამის ფასი, მაგრამ დაიდება საიტზე და ნახავთ რა. მოსი ყოველდღიურად გინდა ბუნებაში რაღაცა ვფიქრობ, საკმაოდ კარგი და პრაქტიკული იქნება ეს დანა და ასევე პრაქტიკული და შედარებით ცოტა უფრო მაღალი ბიუჯეტური, რადგან ბენჩია. ეს ბაილაუთი უნდა წარმოგიდგინოთ, მაგრამ ამ დანის პლუსი ის არის, რომ ძალიან მსუბუქი, აი ძალიან. ნუ კიდევ აქვს პლუსები, კარგი მექანიზმი აქვს, ლამაზია, ესეთი ელეგანტური და დახვეწილი დანაა საკმაოდ რა. ესეთი ზიტელის ტარი გვაქვს, სკეილები ტარზე, რომელიც აი რაც არ მომწონს ამ დანის ეს არის, რომ აი არ არის შეკრული და მყარი კონსტრუქცია რა, ეს უფრო არის ისეთი მსუბუქ სამუშაოზე გათვლილი დანა და თვითონ დანაც მსუბუქია და არ მოითხოვება ამას. კლდეების გრევა, როგორც წინადელ მოდელზე ვისაუბრეთ ფიქსელზე და მაგნეს ეს ვერც გააკეთებს და პრინციპში არც მოეთხოვება. რისთვისაც არის შექმნილი იმ საქმისთვის ვფიქრობ საკმაოდ კარგია. ამის მთავარი პლუსი არის მსუბუქი და ზაფხულისთვის უფრო ისეთი გამოსადეგი დანა. შემდეგი მოდელი Chavez Ultramar 229 უნდა წარმოგიდგინოთ, აი ეს უკვე ნამდვილი ლომია, ნამდვილი მამრი შემოვიდა საქმეში, თან და ვფიქრობ chisel grind-ი ქვია ამ სამხვი დაშვებას და პირი იაპონურ სტილშია გაკეთებული, მოკლედ აი ესეთი ტანტო დაბოლოება აქვს, ძალიან ლამაზი, რაღაც ისეთი სადა და დახვეწილი ფერის აქვს, არის კარგი ანოდირება აქვს, გვერდები ოდნავ გაცრეცილი დაძველების სტილში და ვფიქრობ საერთო ჯამში ძალიან ესეთი განსაკუთრებული დანა გამოვიდა. უნდა კიდეც რომ გაეკეთებინათ, რადგან აკეთებდნენ Blade Show-ისთვის და ლიმიტირებული რაოდენობით და რა თქმა უნდა Chavez-მა თავის საქმე 5 იანზე შეასრულა. მეორე საკიდის მოყვება, რა თქმა უნდა, ყუთში ამოთავსებული, ეს კი მათი კლასიკური, აი ესეთი ჩონჩხის დაბოლოებით საკიდი. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს Chavez და დღეისთვის ბოლო მოდელი, Assassin Knives-ის დანა უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო. Custom-ი რა თქმა უნდა ხელნაკეთი ვერსია, ფოლადი გვაქვს მაგნაკათი, ტარის მასალად გამოყენებული ესეთი ძალიან ლამაზი ტიტანი, გვაქვს მაგარი მექანიზმი. საკმაოდ რბილად და კარგად და ისე აგრესიულად იხსნება ეს დანა, დიდი ზომის დასაკეცი დანა, ესეთი ბოუის პირის მოყვანილობა გვაქვს, რამდენიმე ფერში ანოდირებული საკიდი, ტარი, ეს მთავარი ვინტი და ფოლადი როგორც გითხარით, მაგნაკათი ესეთი უხეში სატინის დაშვებებით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო მიმზიდველი და მაგარი დანა, თან საკმაოდ ძვირფასი. ხელნაკეთია როგორც გითხარით და ხარისხი ვხედავთ ალბათ არ იქნება ვიდეოშიც რაც არის რა. ეს იყო ჩვენი დღეისთვის დანები მეგობრებო, ფიქსედები და საკეცები ერთად შემოგთავაზეთ. მადლობას გიხდით რომ გვადევნებთ ვალყურს, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და სიახლეები კი ჩვენზე იყოს. შემდეგ ვიდეოში უკვე შევხვდებით ბუნებაში. ტესტთან ერთად. დროებით მეგობრებო.